ჩვენ გვაქვს დღეს ერთ-ერთი შეიძლება დავარქოთ უცნაური თემა. რამდენიმე კვირის დღის წინ ისეთი ინფორმაცია გავრცელდა, რომელმაც მოიარა ინტერნეტ სივრცე, რომ ქალმა გააჩინა შვილი, საუბარი არის სრულწლოვან ქალზე, აქ არ აქვს საუბარი იმაზე, რომ არასრულწლოვანია და მას ინფორმაცია არ აქვს. გააჩინა ბავშვი ისე, რომ მან არ იცოდა, რომ ფეხმძიმედ იყო. Ну, აქ ხარ რა მოხდება და დაახლოებით მაინც ხომ წარმოგიდგენიათ სოციალურ ქსელში და ეს გორში. ამას საუბრობს თვითონ მეან გინეკოლოგი, რომელმაც მიიღო ეს მშობიარობა და ამბობს ის რაღაცას, რომ რაღაცა მოვლითი ტკივილებითო მოგვაკითხაო კლინიკაში, რაღაც მულტიპროფილურ კლინიკაში ქალმა და აღმოჩნდა რომ მშობიარობდა. რაღაც ძირითადად დაცინვის თემა გახდა ეს, მაგრამ მართლა დავინტერესდით, თქვათ, რამდენად არის შესაძლებელი ზრდასრულმა ქალმა ისე გააჩინოს ბავშვი, რომ არ იცოდეს ამის შესახებ. სხვადასხვა ერთი გარდიანის და ერთი Sky News-ის სტატია ვნახე, სადაც ერთ შემთხვევაში ქალი გადაიყვანეს საავადმყოფოში, რომელიც ამბობდა, რომ კენჭის გავლა აქვს თირკმელში და 3 ტყუპი გააჩინა. და მეორე შემთხვევაში, როდესაც შევიდა ტუალეტში, ქალი 22 წლის გოგოზე არის, საუბარი არ ვიცოდი, რომ თუ ბავშვი მოყოლებოდა იმ წამამდე, სანამ არ დავინახე მისი თავი. აი ესეთი ინტერვიუ არის. ორივე ძალიან გაწონასწორებული ადამიანი არის და ესე საუბრობენ. რა ხდება? როგორც რით იხსნება ეს, თქვა ის ვინც დროს, იცი, როცა სულ საუბრობთ იმაზე, რომ ეს ინფორმაცია მაინც აი მოედინება, გინდა არ გინდა და თითქოს დღეს ისე როგორც არასდროს აი ევოლუცია არის ამ ხრით. ნამდვილად ინფორმაციის უწყვეტი ნაკადი არის აბსოლუტურად ყველა სფეროში. და თან საკუთარ ორგანიზმს ანუ ხუნდა ელემენტარულად დაუკვირდა რაღაცა არის სწორედ საინტერესო, იმიტომ რომ ვიღაცები ვთქვათ ამბობენ, რომ მე საერთოდ ისე გავიარე ფეხმძიმობა, რომ საერთოდ არ ვიცხა უბრალოდ რაღაც. მოდით, აი ძალიან დიდი გამოცდილების, მრავალი წლის სტაჟის მქონე რეპროდუქტოლოგი, გინეკოლოგი მანანა მგალობლიშვილი არის ჩვენი სტუმარი, როდესაც მე მას ვესაუბრებოდი რაღაც კითხვის ნიშნებით, რომ ეს რა არის, თქვათ, არის თუ არა ტყუილი და გაჩნდა ეს, რომ იტყუებიან ეს ქალები, ან რაში საპირე თუ არა რას გულისხმობს? ნუ აი იცოდნენ, მაგრამ ამბობენ რომ არ ვიცოდი. ხო, ვითომ არ ვიცოდი. ესეც ხო შეიძლება, მაგრამ ჩემი და ქალტენი მანანას საუბრის შედეგად გაირკვა, რომ არავინც არ იტყუება და ეს არსებობს ბუნებაში. მოგესალმებით. პირველ რიგში ჩვენ არ ვიცით კონკრეტულად ამ ქალის ისტორია, ვინ არის ის ოჯახში, ვთქვათ, ყავდა თუ არა პარტნიორი, გააჩინა თუ არა შვილი, ვთქვათ, პარტნიორის გარეშე, უმალავდა თუ არა ვინმეს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ არის თუ არა რეალურად ეს შესაძლებელი, რომ ისე გააჩინო ბავშვი, რომ საერთოდ ეჭვიც კი არ ქონდეს ამის შესახებ. პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის. ახლა რაც შეეხება ამ შემთხვევას, კი, შესაძლებელია, რომ ქალმა ვერ გაიგოს, რომ ორსულადაა. როგორ? ზოგიერთ შემთხვევაში, ყოველთვის არა. ახლა ყველა ქალმა იცის, რომ ორსულობა ეს ნიშნავს, როდესაც ციკლი წყდება, ხო, მენსტრუაცია არა აქვს, გადაცემა აქვს, პირველი ნიშანი. თუმცა იმასაც ვეუბნები ყოველთვის ქალებს, რომ თუ მენსტრუაციის გადაცემა ყოველთვის არ ნიშნავს, რომ არის ორსულობა. შეიძლება სხვა რამე იყოს. მაგრამ მაგალითად მე მოგიყვებით შემთხვევებს, რა შეიძლება იყოს იმის მიზეზი, რომ ქალი ვერ მიხვდეს, რომ ის ორსულადაა. აი ესეთი შემთხვევა, სხვათა შორის ჩემ პრაქტიკაში ყოფილა ორჯერ, ერთი აქ თბილისში, მეორე იყო ზუგდიდში. როდესაც ქალი მოვიდა, საერთოდ არ იცოდა, რომ არის ორსულად. და იყო 8 თვის. ჩვენ რომ ნახეთ, იყო 8 თვის. აი რატომ მოვიდა? ეს არის შეიძლება არ იცოდე პირველ მეორე თვეზე რაღაც ეტაპამდე და 8 თვემდე რანაირად ხდება? აი 8 თვეზე. და ის თქვა აუცილებლად, რომ ეს იყო ამ ქალისთვის მეოთხე ფეხმძიმობა, ან ეს არ არის, რომ ხო? სამი შვილი ყავდა გაჩენილი, ესე მახსოვს. კი, აი პირველი შემთხვევა, რომელიც იყო თბილისში, ეს იყო 8 თვის ორსული, რომელსაც ყავდა უკვე 2 ორსულობა ჰქონდა. და საერთოდ არაპირებდა ორსულობას, რაღაც ცოტა არეული ციკლი კი ჰქონდა, არ აქცევდა ამას ყურადღებას, ცოტა მოიმატა წონაში. მაგრამ არც ამას აქცევდა ყურადღებას. ცოტა შეიძლება ითქვას, იყო ცოტა, როდესაც 8 თვის ორსულზეა საუბარი, ეს ხო არ არის რაღაცა თქო 2-3 ცოტა მუშელი გაეცადა. მე მყავდა ერთი ნაცნობი, რომელიც სრული გოგო იყო,
ისე გააჩინა რომ არავინ არ იცოდა ამის შესახებ და ვერავინ ვერ შეატყო. ანუ ეს თქვათ შესაძლებელია, როდესაც სრულია ქალი თქვათ იქ უკვე იქ რაღაც 11-13 კილოს თუ 5-ს ვერ მიხვდეს. ალბათ ამას გულისხმობთ, ხო? როდესაც ვამბობთ რომ არ ეტყობოდა თქვათ ძალიან მომატება. ცოტა უფრო სრულია ვიდრე ნორმა, ასე ვთქვათ და თან მენჯის აგებულება ცოტა სხვანაირია, რომ წინ არ მოდის ბავშვი, ну ჯერჯერობით არის ეს მომენტები. შეიძლება ცოტა მოიმატოს ახლა ხო, ყველა ზოგჯერ შეიძლება მოიმატოთ და ამიტომ ვერ ხვდებიან და იმის გამო რომ მენსტრუაციები ისედაც ქონდა ზოგჯერ არეული. და შეაწუხა რაღაცა მუცლის ტკივილი, რაღაცა სიმძიმე, რაღაცა აი ცუდად გზნობდა თავს და გავუკეთეთ ეხოსკოპია და ყველაფერს ველოდეთ იმის გარდა რომ იქ უკვე ბავშვი იქნებოდა 8 თვის, ну ნორმალური ჯანმრთელი. ის რეაქციაც საკმაოდ ისეთი. კი, ну გაოცებულიც იყო და ამავე დროს მეორე მხრივ ვამბობდით რა კარგია, არანაირი სტრესი, ყველაფერი ამ 8 თვემის ეგაია და ერთ თვეში იმშობია რომ ეხლა ყავს მშვენიერი ჯანმრთელი ბავშვი. რაც შეეხება მეორე შემთხვევას, ეს იყო ზუგდიდში, როდესაც ქალს უბრალოდ ქონდა ყოველთვის გადაცდენები თვეობით და ამიტომ ვერ მიხვდა. თან ქონდა უშვილობა, დაახლოებით 3 წელი თუ 4 არ მახსოვს და აი ამ შვილოსნობის პრობლემის გამო, ანუ უშვილობის გამო მომართა. და ურსულოთ თან გადაცდენა მაქვს უკვე თვეები მეუბნება და როდესაც თავარი ახლა ეხოზე რომ ნახეთ რომ ურსულობაა და ესე მოხდა. და რამდენის იყო 3-4 თვის? არა, ეს მეორეც იყო სადღაც 8 თვის. ესეც უკვე 8 თვის. კი, უკვე 8 თვის და ისიც იყო ესეთნაირად. ჩვენ ახლა გაგვიგია რომ როგორც კი ვთქვათ ფეხმძიმედ ხდება ქალი ხასიათი ეცვლება, იქ რაღაც გემო, რაღაც დამოკიდებულებები და სიგნალი საერთოდ ვერ დგება და ზოგი რო იგებს ფეხმძიმედ რომ მერე იცვლის და შენ შეიძლება ფსიქოლოგიური არის აუცილებელი რომ ეს რაღაც ფიზიოლოგიური ცვლილებები ისეთი თვალსაჩინო იყოს რომ აუცილებლად უნდა გაიგო ამის შესახებ. ანუ არის რადგან ჩვენ ახლა ერთეული მაგალითები გვაქვს ხო აქ მაინც უფრო ისე რომ არ ქონდა დეიჭვი და აი ესე შეიძლება 9 თვე არ მიაქციო ყურადღება რა ხდება შენს ორგანიზმში. მართლა საინტერესოა ფიზიოლოგიურად რამე ნიშანს არ გაძლევს. შეიძლება კი ხომ ადამიანს კონდეს თქვათ ცოტა გულისრევის შეგრძნება, შეიძლება რაღაც მარილიანი მჟავე ხასიათი ცოტა ესეთი გაუხდეს, მაგრამ ეს ხო ყველას გჭირს ხოლმე და ამიტომ ვერ მიხვდები. პირიქით მე მაგალითად ბევრი კი ორსულებს ახასიათებს უფრო მეტად, მაგრამ მაგალითად ბევრი მყოლია ისეთი პაციენტი, რომელთაც უნდათ რომ ორსულად იყვნენ, ანუ იმდენად დიდი სურვილი აქვთ, რომ აი ეს სიმპტომები მაშინვე ეწყებათ, როგორც კი ერთი დღე მაინც გადაცდენა. ფსიქოსომატურს რასაც ეძახიან, ხო? დიახ, ეს არის ფსიქოსომატური, როდესაც ფსიქოლოგია მოქმედებს ჩვენი სხეულის მდგომარეობაზე. სიმპტომები ნამდვილია თუ ეჩვენებათ? სულ მაინტერესებს. არა, ეს სიმპტომები გულისრევა და ეს ყველაფერი არის ნამდვილი. აი თქვენ რო წარმოიდგინოთ მაგალითად, როდესაც რაღაცა შეგეშინდა, აი ბევრი რაღაცა შეიძლება, მაგრამ ერთი აი ძალიან შეგეშინდა, ხო? გული აჩქარდება, ანუ რა ხდება? იქ არავინ შეხებია, ხო? ჩვენ უბრალოდ შეგვეშინდა ფსიქოლოგიურად და ამან იმოქმედა უკვე გულზე და მან დაიწყო ესეთი გულისცემა. რასაკვირველია და თქვენ წარმოიდგინეთ, რამდენი ორგანოა, ყველა ორგანოს აქვს თავისი პასუხი, რომელსაც ჩვენ ან გრძნობთ, ან ვერ გრძნობთ. ხოდომენ ამბობენ, რომ მართლობს აი ფსიქოლოგიური ფეხმძიმობა, თუ როგორ ქვია? ფსიქოლოგიური ფეხმძიმობა, ფსიქოლოგიური ორსულობა მე პირადად არ შემხვედრია, ალბათ მე როცა დავიწყე ექიმად მუშაობა, უკვე ეხოსკოპია იყო შემოსული. და აი ჩემ ბავშვობაში გამიგია, რომ ფსიქოლოგიური ორსულობა, როცა ქალს იმდენად სურს, რომ ორსულად იყოს, რომ თქვენ წარმოიდგინეთ, რომ მუცელი წესდება. აი მუცელი წესდება სიცარიელეში. იცით რა არის? ეხო არ არსებობდა ადრე. საერთოდ ეხოზე ეხოსკოპი არ არსებობდა. ადრე ქალები რო ორსულდებოდნენ, დღეს თანამედროვეებს ახალგაზრდობას ალბათ ეს ვერ წარმოუდგენია, მაგრამ ჩვეულებრივად 9 თვემდე მიდიოდა ორსულობა, ხვდებოდნენ იმით, რომ ციკლი შეწყდა და ну კი, გასინჯვა იყო, მაშინ ბიმანუალური ეს ხელით გასინჯვა და აი ამით ესე ხდებოდა ორსულობა. ამ ქალს ესდებოდა მუცელი
ჩვეულებრივად ყველა სიმპტომი ქონდა, მენსტრუაცია არ ქონდა, აი ჩვეულებრივად მიდიოდა ეს ყველაფერი. ახლა რო ყვები, ესე მეც მგონია რომ ხაპარწვები ალბათ ხო, მაგრამ ნამდვილად ეს ვიცი ექიმებისგან, რომლებიც იმ სამშობიაროდან, სადაც ეს ქალი მიიყვანეს თითქოს და დაეწყო წინა სამშობიარო ტკივილი. და არაფერი, ხო, ესენიც აი ესეთნაირი შემთხვევა იყო და ზოგადად აი ეს ფსიქოლოგიაზე ხა მე რა მაინტერესებს რა ამ შემთხვევაში როდესაც ჩვენ საუბრობთ იმაზე რომ ისე მართლა ეს ფრაზა თვითონ ძალიან წარმოუდგენელია რომ ისე გაჩნდა ბავშვი რომ არ იცოდა ეს რაღაც ჰედლაინი არ მომდის თავიდან რომ აი კითხა სიმართლე მე რო ეს ნახე ვიფიქრე fake news-ია თქო ტრადიციულად და ჩასწრული აი გაჩნდა რომ ეს არის ამ შემთხვევაში ქალები იტყუებიან თქვა ხო არ ვიცით ვინ იტყუება ვინ არ იტყუება მაგრამ არის იტყუებიან? თქვენ ამბობთ რომ იტყუებიან თუ რა? არ ვიცი, არის თქვა აზრი რომ შეიძლება ამ შემთხვევაში ვერსია რომ იტყუებიან, თქვა არ უნდათ რაღაცა მანამდე თქვან რომ ეგ ერთი, მაგრამ მე მეორე მიმართულებითაც მინდა გასვა ინფორმაციის ნაკლებობა. მოდი ჩვენ აღარ ვართ ახლა იმ პერიოდში, როდესაც რაღაც 9 თვე მუცელი გვეძლება და არ ვიცით ეს ფეხმძიმობა არის თუ არ არის ფეხმძიმობა, ხო? ინფორმაციის უწყვეტი წყარო გვაქვს. და არსებობს თქვა მეზობელი, მეგობარი ყველაფერს თავი დავანებოთ და აღრიცხვაზე მყოფი ქალი, რომელსაც ელემენტარული ინფორმაცია აქვს, ხო, ეს ამ ფეხმძიმობის შესახებ. ოჯახის დაგეგმვაზე მიდის კამპანია სერიოზული წლების განმავლობაში. როგორ უნდა დავგეგმოთ ოჯახი, როგორ უნდა გავაჩინოთ ბავშვი, როდის, რა დროს არის ეს სასურველი. აი ამ შემთხვევაში მართლა რასთან გვაქვს საქმე? არის თუ არა ეს განათლების მიღების პრობლემა და ინფორმაციის არარსებობა. მე მაინც მგონია რომ ეს ამ შემთხვევაშიც კი გადამწყვეტ როლს თამაშობს ქალისთვის, რომელიც 9 თვის განმავლობაში თუ არ იცის. ნუ მე ესე გადაჭრით ვერ ვიტყოდი, იმიტომ რომ მართლაც არსებობს ობიექტური მიზეზები იმის, რომ ქალი ვერ მიხვდეს რომ სულადა. ეხლა გამონაკლისი დავარქვათ ამას არსებობს. არის შემთხვევები, აი მაგალითად ქალი, რომელსაც ისედაც გადასცემები აქვს 6 თვე, 8 თვე არ მოსდის, იცის რომ ეს პრობლემა აქვს, ნუ აქვს რაღაც ჰორმონალური დარღვევა. დიაგნოსტირებულია და უბრალოდ მორიგი გადაცდენაა. ანუ ამიტომ შეიძლება არ მიაქციოს ყურადღება. სხვა კიდე რამე არსებობს ესეთი თავარი სიგნალი. ასევე ის რომ ბავშვი როგორ 8 თვის ვერ დაინახა, ნუ ისედაც იმის ჭარბი წონისკენ აქვს მიდრეკილება, ზოგადად აქვს მიდრეკილება ჭარბი წონისკენ, ვისაც აქვს გადაცდენები. უმეტესად არ ვამბობ რომ ყველას ჰორმონული დარღვევები თუ არის. და მით უმეტეს მოიმატა წონაში ის ფიქრობს რომ ეს ალბათ მოიმატე, ალბათ მუცელი ხო, როცა იმატებ წონაში მუცელი იზრდება და გონია რომ ესე, ამიტომ რაღაცნაირად შეიძლება კი რომ ეს გაიპაროს. რაღაცნაირად შეიძლება ესე მოხდეს. ის უტყუარი ნიშნები შეიძლება ვთქვათ, რაც ყველა შემთხვევაში მიგვანიშნებს იმაზე, რომ აქ ვთქვათ არ არის წონის მომატებასთან მარტო საქმე. კი, როგორც უტყუარ ნიშნებს თქვენ რას გულისხმობთ? ის რომ ვთქვათ ფეხმძიმეთ არის ქალი, აი აუცილებლად რა ნიშანი უნდა ქონდეს იმისთვის, რომ ვთქვათ არაერიოს და არ აღმოჩნდეს, რომ რაღაც უბრალოდ მუცლის ტკივილით არის მოსული კლინიკაში დააჩენს. ესეთი არ არსებობს. სხვათა შორის ისიც კი ბავშვი რომ მუცელში გაინძრება, ხო ვიცით სადღაც 20 კვირისდან ხდება. ისიც კი ზუსტად ქალმა არ იცის ეს ბავშვია პირველი რომ შეფერილობას გავს. თუ მიწის არა მართლა ხო ნაწლავის რაღაცა. ექიმების ესე აფრთხილებენ რომ როდესაც შეფერილობაა და რაღაც თქვა ჰაერი მოძრაობს მუცელში, ამ ტიპის შეგრძნებაა და უნდა დააკვირდა. მე მახსოვს რომ ესე გამაფრთხილებს. მაგრამ ეს თქვენი სუბიექტური შეგრძნებაა. კი ახლა ექიმი რო გაგესაუბრებად დეტალურად შეიძლება მიხვდეს მართლა ესაა თუ არა, მაგრამ არსებობს აქ ბევრი სუბიექტური რაღაც შეგრძნებები არსებობს, რომელიც ორსულს შეიძლება ქონდეს. პრინციპში უტყუარი მიზეზი, მოდით ესე აი ძალიან ესე აბსოლუტური მასში თუ ვისაუბრებთ, უტყუარი მიზეზი მაშინ არ არსებობს. შეიძლება მენსტრუაციები ქონდეს, მაგრამ ბოდიში მენსტრუაცია ორსულს არ ეკნება, გამორიცხულია, მაგრამ თქვენ გაგიგიათ ალბათ ბევრი ქალი იძახის, რომ აი მენსტრუაციები მქონდა და ორსულად ვიყავი. გამორიცხულია ორსულობის დროს მენსტრუაციები, მაგრამ ორსულობის დროს შეიძლება იყოს სისხლდენები. და ეგონოს რომ ეს არის მენსტრუაცია. ხალხმან არ არის საშიში მართლა
საინტერესებს თქვა დღევანდელ პირობებში 9 თვე ისე იყო ფეხბურთმეთ რომ არ გახვიდა არ მიხვიდა ექიმთან და თქვა ექიმის კონტროლის ქვეშ არ იყო ნიკოლას ბოდიში საინტერესოს ამბობთ არაფერი არა ჯერ მიფასკულა საშიში როგორ აიცით საშიში კი არის ახლა მაშინ კი რიცხვის გარეშე რომ გაგვიმართლა რომ ის იმ ქალმა იმშობიარა ძალიან კარგად და ბოლომდე მივიდა და რა კარგია არც ეს მეთვალყურეობა დაჭირდა არანაირი ტესტები და არანაირი ანალიზები არც სტრესი არ ქონია და უცებ ერთ თვეში გაჩნდა ბავშვი გადასარევი მაგრამ ეს არის ცალკეული შემთხვევები ეს ხო ხშირად არ ხდება მაგრამ ხდება ეს თქვა ხდება ხო როგორც ჩანს ხდება აი თქვენ ახლა ახსენეთ რომ მე მგონი ამერიკაში და რაღაც საზღვარგარეთაც ხდება ესეთი ამბები სადაც ასევე განათლების დონე არის შეიძლება ითქვას უფრო მაღალი ხო უფრო აი მხრივ ხო ამისგან არავინ არ დაზღვეული არც ერთ სოფელში ქალბატონი ელენა ცხოვრობდა სადაც სხვადასხვა სოფლებიდან მოყავდათ უშვილო ქალები ქალბატონი ელენა დააყენებდა და იტყოდა აინძრა ბაინძრა მიწაინძრა ცაინძრა მარიკიას მუცელში ბაღანეი გაინძრა და უმეტესად ორსულდებოდნენ ამიტომ ესეც არსებობს თქვენ წარმოიდგინეთ ეგეთ შეიძლება მოხდეს ფსიქოლოგია თუ ჯერა დიდი მადლობა ქალბატონო მოგესალმებით თქვენ დასაშვები ყოფილა რომ ისე გააჩინოს ქალბატონს ამის შესახებ ინფორმაცია არ ქონდეს სასურველი ალბათ მაინც არ არის ну ჩვენ პაციენტზე ჩვენ სხვა სოციალურ ქსელებში რომ დავწერეთ იქ იყოს სულ ესეთი კომენტარები რომ არ სჯეროდათ ადამიანებს არა და ის რაც ამის მოწვე თურმე დასაჯერებელი რომ ეს რეალურად შესაძლებელია თუ არ არის და აღმოჩნდა რომ ყოფილა შესაძლებელი მადლობა დიდი სტუმრობის მადლობა თქვენ დიდი მადლობა სტუმრობისთვის წარმატებული პაციენტები და გამართლი ბავშვები წარმატებული